გამარჯობა. ლადო, იმდენი იქნება ბატონო ზურა, მე მგონი მეც შემოყვარა სპორტი. თუმცა შეუძლებელია ქართულ სპორტში. როგორ რაღაცა სპორტი არის ალბათ დღეს საქართველოში ყველაზე წარმატებული სფერო, მე ესე ვიტყვი, სავიზიტო ბარათი და არა აქ ადამიანების მნიშვნელობა, როცა სტადიონზე განსაკუთრებით ფეხბურთმა, კალათბურთმა რაგმა დაგვანახა, რომ ერთად ყოფნა ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი განსხვავება. არავის არ აინტერესებს იმ დროს თავისი ის ტვინის ნაწყლეტი, რომელი იმის წევრია და მიხარია ხოლმე, როდესაც ესე შემართებულ ამახ ქართველებს ხედავ. ჩემმა შვილებმა და ლადომ მომაბრუნეს სპორტისკენ, იმიტომ რომ მიჩვეული ვიყავი სულ წაგება ჩემი ბავშვობიდან მოყოლ. ხო და ჩემო მე და ჩემმა შვილებმა კი არ მოგაბრუნეთ სპორტისკენ მოგაბრუნეს სპორტსმენების შედეგებმა. წარმატებული სპორტსმენები. იმ წარმატებული სპორტსმენების უკან დგას გუნდი, რომელიც არ ჩანს. ამ გუნდს ხელმძღვანელობს ბატონი ზურავი, ესენი არიან ექიმები, რომელთა შრომა, ღვაწლი არის ენით აუწერელი, რო არა ქართველი ექიმები. დარწმუნებული ვარ იმ შედეგების ნახევარი კი არა, მეათედიც არ გვექნებოდა, რაც გვაქვს და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას და წარუდგინოთ ჩვენი სტუმარი მაყურებელს, ექიმი, პედაგოგი, სპორტსმენი, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზურავ კახაბრიშვილი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ. კაი, მადლობა ჩემს სამედიცინო გუნდს, იმიტომ რომ ძალიან კაი ახალგაზრდები არიან და მართლა ამაყივა რომ კაი თაობა წამოვიდა და შემილია წყნარად წავიდე პენსიაში ახლა. აქაც კი ემჩნევა ლადო რომ გუნდურობა არის თავარი, იმიტომ რომ პირველ რიგში თავისი გუნდი ახსენა ბატონმა. კი, ნამდვილად ეგრეა. მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ აი აღარ შეკრებებზეც კი მინდა ვენდობი რომ მინდა რომ დამოუკიდებლად იყო რა. მინდა რომ აქ რასაც ისწავლია, იქ თუ დამოუკიდებლად არა, მე სპორტსმენი თვითონ გეუბნება რომ აი შეჯიბზე მინდა ეს ექიმი, იმიტომ რომ იმდენად აყვარებენ თავს და იმდენად ესეთი უნივერსალები არის, იმიტომ რომ მარტო ის არ არის რაღაცას წამალი მისი ან რაღაცა მასაჟი გაუკეთო, არა, ძალიან ბევრ რაღაცაზე ადაპტაცია, რეაბილიტაცია, ანტიდოპინგური მუშაობა, მასაჟი, მედიკამენტები, კვება, წონის კლება, ფსიქოლოგია და აი მე ვცდილობ რომ ესეთი უნივერსალები იყვნენ და ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ადამიანებად, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მინდა რომ ჩემი კოლეგები ჭდილები იყო, მინდა რომ ყველა თავის სახელი დაწეროს და არ იყოს გაიგივებული მარტო ერთ პიროვნებასთან და ეს ჩემი პრინციპია ხა. ვიღაცას როგორ შეუულია და რაღაცა ის უკვე პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული. ლადო მეუბნებოდა რომ საოცარი ადამიანია, მე სამწუხაროდ არ გიცნობთ ესე კარგად როგორც ლადო მიცის თქვენზე რაღაცები და აშკარად მართალი ეთახები გამყრელიძის და სანამ კითხვებზე გადავალთ, ჩვენი მეგობრები მინდა ვახსენო, კომპანია გურჯაანის ნაყინი, რომელიც ამ ზაფხულში მართლა შვებაა თავისი არაჩვეულებრივი გემოებით, არაჩვეულებრივი ახალი ნაყინებით. და კომპანია Suti Power-ი თავისი ჩურჩხელებით, რომელიც ენერგიაზე მოგვიყვანს. ჩურჩხელა მოიტანა მთელი ომები და ბრძოლის დროსაც. სხვა შორის ყველაზე მარტივად და სწრაფად იმაშვება, ამიტომ შესვენების დროს ჩვენს დაგვაქვს ხოლმე თუ სახლიდან არ გამოვატანა ბებიამ, აეროპორტში ვიყიდულოთ ხოლმე მაშინ. პატარა საგზალი ჩვენს გვს წამოებული. კომპანია Suti Power-ი მაგაში ზაგეხმარება. რომ მე მართლა მარტივად არ მივიღო, სწრაფად იმაშვება. კი, ძალიან გემრიელია. ეგ წოჭიქებში რო არის და კი, ნამდვილად. თანამხელა ტრადიციის მქონე კომპანია. ბატონ ზურაბ, ახლა გზაში რომ მოვდიოდით, ორივეს პრაქტიკულად ერთი ასაკიშვილები ყავს, ჩემი 14 წლის არის ვაჟი, ლადოს ქალიშვილია 14-ის, ხდება ახლა. პატარა 10-ის ყავს მე, ლადოს 6-ის. მოკლედ იმას ვეწუწუნებოდით ერთმანეთს, რომ უფროსებს უკვე ვეღარ ვეფერებით რა. მაგრამ პატარები ჯერ კიდე ყავს, რომ ჩაუჯუჯღნოთ ხოლმე და როგორ ახართ მოფერების მხრივ შვილებს? ძალიან ისეთი კითხვა დამისვი, მე გითხრა რაღაცები სენტიმენტები მაქვს მაგასთან დაკავშირებით. ანუ აფხაზეთში ვიყავი, როცა ფეხბურთი იყო ჩემი მეუღლე და ადრე იმშობია რა ნერვიულობაზე, უფროს გოგონაზე, ანანოზე, მე თავდაცვის წუთში ვიყავი და იქ სამაჩაბლოში ყეთა გასვლა და იქ რაღაც ისეთი სწავლება იყო, იქ მომიწია და ანუ მეორე სამხედროს იმაში იყო ბათუმში მშობია და გადამაფრინეს მაშინდელმა გენერლებმა და იქ იმშობიარა და ისიც ისე იყო რა, აი ვერ ვაქცევდი ყურადღებას, მე ლიზიკო ტრამატოლოგია დღეს ჩემს მეგობართან არის ასისტენტად ოლგა გიორგისთან სწავლობს ჯერ უნდა რომ
მამაზე კარგი იყოს და სულ ემუქრება ჩემს სამედიცინო გუნდს თქვენზე ის გავხდები და მამა ჩემსაც გაუშვებს სახში ცოტა ხანშიო და არ ვიცი ალბათ შეიძლება მე მინდომინა რომ მოვასო ჩემი წასვლა სანამ ომს გამომიცხადებს და პატარა ძალიან დიდი შუალედი იყო ეხლა 16-ის ხდება ძიუდოზე დადიოდა ფეხბურთზე მაგრამ კრივი უყვარს ადის ჩემი არის ყველაზე ისეთი სპორტსმენი ყავდა ქარიზმატული კომპატანცე კონსტანტინე ძალიან ცნობილი სპორტსმენი და კოტესთან დადიდა ისე შეაყვარა თავი რომ როდადის აი ხელები და ეს კრივის ისა და ვიცი მინდა რომ დიდი სპორტისთვის ვერ არის იმდენად მოწამლული მაგრამ ვფიქრობ რომ რაღაცაში გამოადგება რომ ხასიათი და ჯანსაღი ცხოვრების წეს მინიმუმ ისწავლე სპორტით და ეხლა რაც შეეხება ამ იმას აი ზუსტად ამ აბადების მერეს მე როცა მე სპორტში დავიწყე სამხედრო როცა წამოვედი და უკვე სპორტულ მედიცინაში გადმოვერთე მე მახსოვს ერთი მომენტი რომელიც ალბათ ყველაფერს გეტყვის ღამე ჩამოვფრინდი სადაც 4-5 საათია ამოვედი სახლში და დილაზე რამდენიმე საათში უკან უნდა გავფრინდი აი მაშინ მარტო ვიყავი ამას გეუბნები როდესაც ჩემი ბიჭი იყო სადღაც 15 წლის აი რაც პატარა არის იმ პერიოდის არის და მაშინ არ ყავდა იმდენი ექიმი მე დავიწყე უკვე მე და მე მიწევდა რომ დამემტკიცებინა ფედერაციების უცხოელების რომ მედიცინის გარეშე შეჯიბზე არ შეიძლება და აი წამოდა მიწევდა ეს ჩამოვიდოდი და ერთი გუნდი მე ერთი სახეობა და ესე და ეხლა უკვე პრობლემა არის ეხლა შემიძლია გითხრათ რომ 70-75 ექიმი ყავს ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან რომლებიც მიმაგრებული არიან და პლუს სათამაშო სახეობებზეც ყველა შვენი ისაა გავლილი და ყველა წარმატებულია და მიხარია და აი ეს მომენტი იყო სულ რამდენიმე საათი ჩამოვიდა და წამოვწიქე ღამის 5 საათია და ამ პატარა მომიწვა მახსოვს პატარა არა მაშინ ბავშვი იყო ეხლა კაცია უკვე და რაღაცა ისე და აუ მეთქი რა პატარა ბავშვივით და ესე მეფერები მეთქი რა და შენ ნეტავ რა იცი ჩემი ბავშვობაო აი გადმოუბრუნდი და ცრემლები წამომივიდა თურმე ბავშვი მოვიდა რომ ის პერიოდი იცის რომ ეს სულ რამდენიმე საათი ვარ და თურმე შეიძლება შეყვარებული ყავს მეგობრები ყავს უკვე ესეთი კაცური მასში ყალიბდება და უნდა ის გამესაუბროს მაგრამ ნუ აი წარმოიდგინე რომ მე ვარ რაღაცა აღდგენით იმაზე ჩემ თავზე ფიქრო და აი გამეპარა ეს მომენტი და დღესაც ვცდილობ რომ მაქსიმალურად კარგი მამა ვიყო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა მეეცი ისა არა უზრუნველყოფაზე არ არის აი ეს პერიოდი მე ვფიქრობ რომ ალბათ ვევსა შეიძლება ვიღაცა ფიქრობს მამა და ქონია მაგრამ ვიღაცაც არ ქონია მე მქონდა რომელიც ვფიქრობ რომ ალბათ სხვისი შვილების დევნაში ჩემი შვილებს უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი და დღეს ვფიქრობ რომ ეს ალბათ უნდა დავწერო მე წიგნად რაღაცა იმათ რომ იცოდე ადამიანი ხა მე აღარ დეტალებია კიდე ბევრი სხვა მომენტები ხა მაგის დრო არა ჩვენ და მაგრამ ალბათ ეს არის ყველაფერი რასაც ოჯახი ქვია იმიტომ რომ მე სულ მქონდა ხომ ეს თუთაშხიაში არის რომ შენ სულ ქვეყანაში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და უცხო ქვეყანაში შენი ქვეყნის აი მე პირიქით ვიყავი ყოველთვის ვცდილობდი რომ საქართველოს რო გაწერია ჯორჯია რო გაწერია ის ოჯახი ყოფილიყო ჩემთვის პირველი მაგრამ აი აქ თურმე ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მე ჩვენ შვილებს თუ ვერ მივაქციე ესეთი ყურადღება სხვა შვილებზე მარტო შეძახილი და შეჯიბრი და ჰიმნი და დროშა და რაღაცა მარტო ეს არ არის იმიტომ რომ არის რაღაცა როცა თავდება რაღაცა და შეუცვლელი არავინ არ არის მე ცუდად დავალებო და იქ უნდა გააგზელო მე ამ ოჯახთან შვილებთან ურთიერთობა ძალიან ისეთი ფაქიზი თემაა და ეს გამეპარა მე ესე ვიტყვი რა თქმა უნდა ოჯახმა ეხა ხება მეუღლე ვებია ბაბუა ხება მიმოქმედეს რა თქმა უნდა გაზდაზე მაგრამ მე ვფიქრობ რომ მე რაღაც დავაკელე ნაცნობი ის არის გზნობა ეგ სამწუხაროდ ბატონო ზურა ადრეს თუნდაც ყოდა ვახუმეგრელიშვილი რომელიც პრაქტიკოსი ქირურგი ყოფილა ერთ პერიოდი და იმას დაუსვით ეს კითხვა რომ შვილი რო ავათხდება რა როგორი იქცევიო და მაგრად მეშინიაო მიუხედავად იმისა რომ წლების გამოცდილება ქონდა ექიმობის შვილს რო რაღაც ტკივა როგორია მაგ დროს მე ეგ ამიქ აი სიტყვა შიში იაპონელებმა მასწავლის რომ არ არსებობს არ უნდა დაბადო შენში შიში
არაფრის. თუნდაც ინტერვიუს მიცემის, თუნდაც სიყვარულის სახლში, თუნდაც ნემსის გაკეთების ან რაღაცა რეკორდზე იმის ბირთვის არა. ეგ გამიქრა, სამხედრომაც გამიქრო, ამიტომ პირიქით მქონია შემთხვევა, რომ პატარაობისას ჩამოურტყია თავი და აწეხილა, არა და ჩემით მოდი მოიყვანია და გამიკერი, არ არის პრობლემა რა. მაგ კუთხით პირიქით არ უნდა დაიბდე, იმიტომ რომ ფორს-მაჟორ სიტუაციაში მე თუ კი სხვა შვილების შემიძლია ტატამზე, მოედანზე, რინგზე მივხედო, ისიც ჩემთვის იმ მომენტში პაციენტ ეს სამხედრო სფერომ, აი სხვანაირი ის გავიარე კურსები, იმიტომ მე ყველანაირი ჯარი მომიწია, ის მე ხო მაინც მაშინ ვარ დაბადებული, წინა საუკუნეში აღარ ვამბობ სად და ამან გამოიწვია ის რომ ეს მოხსნილი მაქვს. აი მართლა ნამდვილად და იგივე შეჯიბზე იმაზეც არანაირი პრობლემა არ არის იმაზე. ვარა და გუშინ ჩემ პატარა ვაჟს 10 წლის არის მეთქი რო თქვი, ცხვირიდან მოდიოდა სისხლი და 1-10 წუთი ვერ შეუჩერე და მე ცუდად გავხდი და საერთოდ წავედი სახლიდან. არა შეგიძლია გეჭხვა, რატო ვერ უჩერებს ის? მე რომ არა მე პირიქით რომ ხედავ ავტყივილი გადის ხოლმე რომ იმიტომ რომ ეცედი იმდენად ღრიალებ ხოლმე რომ სადაც კინოში მაგნანახი რომ ტყივილი რო იყო რომ გაიქცეო და ეცე ამ მართალებს რავი გუში პაციენტი იყო მოსული და მეთქი ახლა სად ნერსი უნდა გამეკეთებინა რა და აი სადა გაქვს მეთქი ვეძებ და აღარ ავტყივაო და ეგ არის მოგარჩინე მეთქი ომი ახსენეთ როგორია იყო ექიმი ომში და იყო მშვიდობიან დროს არავის არ მიყვარს ომზე სიარული ჯერ ერთი იმიტომ რომ წავაკეთ მეორე იმიტომ რომ მე დღე ვიტყვი ხა არ მერიდება არ იყო ის დისციპლინა ჩვენთვისაც ჩემი კოლეგებისაც იმ ახალგაზრდებისაც ვინც ომობდნენ იმ ექიმებისაც იყო გამოცდა მე ესე ცხოვრებისეული გამოცდა თუმცა ძალიან დიდი გაკვეთილი საომავლოდ იმიტომ რომ მე სულ ვიძახი რომ ჩვენმა თაობამ 9 აპრილით ნახა და ომიც ნახა და ყველაფერი ამ პერიოდში ძალიან ბევრი რაღაცა იყო რომელსაც არ ვიცოდა ადამიანს უნდა შეგელოს ამის აღიარება მე წავაგე აი ამ რო წააგე უნდა გამოასწრო რატო წააგე იარაღი გაყდა წამალი გაყდა რაღაცა დისციპლინა და ეგრეა იგივე 9 აპრილს და იმის მერე მოწამვლის პერიოდი რო იყო უნდა გწოდნოდა ელემენტარულად და მე არ ვიცოდი და უშუალოდ რითი უნდა მოგებანა ის მოწამვლისა სისხლის გარკვევა იმიტომ რომ მაშინ აი ესე ავჭედეთ კათედრები და სამხედრო კათედრები და არ ბოიკოტი გავა თურმე ისწავლე სწავლა ისეთი რაღაცა რომ ყველაფერს სადღაც ყოველთვის რაღაც გამოგადგა აი ამის აღიარების მერე იყო რომ მე კიდევ დამჭირდა რამდენიმე წელი ათვისება ამ იმისი და ის რა მნიშვნელობა აქვს იარაღით ახარ და ქვეყანას იცავ თუ ტატამზე ხარ თუ რინგზე ხარ იქაც საქართველოს იცავ იმიტომ რომ ის არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა რომ ვეღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს ყველა ჩემი კონკურენტია იმ მომენტში მე ვცდილობს რომ ჩემზე წინ დადგა თავის ქვეყნის დროშა აფრიოს ამიტომ სპორტსმენებისთვის ის განწყობის თეორიაში ეს პირველ ადგილზე დგას ის აღარ ჭირდება იმათ იქ უკვე სხვა რაღაც უნდა დაიჭირო იმისთვის და ეს გაძლევს ომი სპორტშიც ომის საშუალებას და ეს ყველაზე მაგრა მე გეტყვი აღვიქვი 2008 წელს როდესაც აგვისტოს ომის პერიოდში დაემთხვა თქვენ იყავით იქა ჩინეთში და მართლა ისეთი სიტუაცია იყო რომ წამოსვლა არ წამოსვლა მაგრამ პატრიარქის კურთხევით მეთონის დროშა ის ხატი რომელიც იყო იქ დატოვა დელეგაცია რამდენიმე პიროვნებამ რომელმაც აიღო თავის თავზე და იყო ლაპარაკი იმაზე რომ იქ არ მოუგია იმ ოკუპანტს სპორტის სახეობაში არც ერთ სახეობაში ყველგან დავამართ როცა ეს განწყობა არის ქართულს ვერავინ ვერ დაამარცხებს რაც არ უნდა იყოს ამიტომ ოღონდ უნდა აღიარო და ის გამოასწორო ერთ დღეში და ერთ საათში შეიძლება განეწყო რაღაცა შენი ისე მაგრამ 100%-ით რო იყო უნდა შენ დაწყნარებული იყო და შიშიც მოხსნილი ქონდეს და ის ტაქტიკურ ტექნიკურ ფიზიკურ ფუნქციურ ბრძოლაში ფსიქოლოგიურად ყოველთვის გრადი უნდა იყო და აი სამხედრო გაძლევს ამის საშუალებას მე როცა საშუალება რო იყო დღესაც დავბრუნდებოდი და ვიქნები იმიტომ რომ მე უბრალოდ აი სპორტშიც და იმაში ვცდილობ ვაკვირდები რომ ასაკში რო შედიხარ აი სისწრაფე ავადმყოფთან მირბენა ტატამზე რაღაც მოხდა რინგზე უნდა ხვდებოდე და ამიტომ მე მაგას ვაკეთებ როგორც კი შევატყობ რომ ვიღაცა ახალგაზრდები უკვე ჯობნიან და აი ეს мотиваციაც ისეთია რაღაცა ვერთობი ესა მე ვეცდები რომ გავერიდო იმიტომ რომ
არ უნდა შეუშალო თაობის ხელი იმისა, რომ დაიმკვიდროს შენი ადგილი. ამას მართლა გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც მე არავის არ ყოფილა სკამზე ჩამოკიდებდა არაფერი. კაბინეტით აი ხო მედიცინის ცენტრზე გუში მქონდა შეხვედრა მინისტრთან და ბედნიერი ვარ, რომ ბოლო-ბოლო გადაწყდა, რომ აშენდება სპორტის სამინისტრო, აშენდება მაგარი სტადიონი, აშენდება ფედერაცია და სპორტის აკადემია და უნივერსიტეტი და აი მედიცინის ცენტრი და აი დავწყნარდი, ნამდვილად ეხა მომეშვა, რომ აი ხუ იქნება. იმიტომ რომ რასაც უყურებ და ჩვენ რო უგებთ ამ ბრძოლაში იაპონეს, ამერიკეს, ეხა ჯიუდო მოვიგეთ, ხო? ჩინეთს მოვუგე, რომელსაც ერთ უბანში ყავს იმდენი ჯიუდოისტი და 3 მილიონი ნახევარი ვართო. ნუ კაი და 3 მილიონი ნახევარი მარტო ერთ წონაში ყავს ზალოსანი. და რატო იღებენ ამდენ ოქროსო და ამიტომ იგივე იტალიას როგორ ემზადებიან, ხო ვიცი და იაპონიას მოვუგეთ პირველად და ყველა სოფელში აქვს მედიცინის ცენტრი კი არა, დარბაზები, სადაც შეკრებაზე რო ჩავდიოდით გაუცებული ვიყავ, ბიჭო, რატო აშენებენ მე? იმიტომ აშენებენ, რომ ეს არის მითი იდეოლოგია და ცხოვრების წესი. მორჩა. ამიტომ ეხლა ერთიც რო იქნება, მე არ აყვას ეხლა იმდენი სპორტის ისა, ელიტარული სპორტი, მაგრამ ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ყველა ტექნოლოგია, დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციო ის რაც აი მე ვაღიარებ რომ არა მაქვს და ვიტყვი რომ არა მაქვს, იმიტომ რომ არიან კლინიკები ყველაფერი აქვს, მაგრამ მე ვიცი რომ არა აქვს ეხლა, მაგრამ რეკლამა, მაგრამ ფაქტია რომ შენ უნდა გქონდეს ყველაფერი გადაწყვეტილი, ფეხის დამთავრებული, მისაც რომ არავინ არ იცის ვის რა დაემართება ტრავმა და შეიძლება არასპორტული იყოს და რაღაც საყოფა ცხოვრება კიბეებზე დაგორდა და იმ დროს თვითონაში მოვიდეს რაღაც. ამიტომ ყველაფერს ძათ უნდა იყოს. რომ ადამიანი რომ შენთან შემოვა, არ ჭირდებოდეს სულ მაქვს ხომ ეს რაღაც ისეთი განწყობა, რატომ იფრინავენ უცხოეთში მით. ან იქ თუ არ ვიცით, ის ექიმები აქ ჩამოყო, თუ აპარატურა როგორ ვიყიდოთ მაშინ. ბატონ ზურაბ, სტუმრებს რომ ვარჩევთ ხოლმე ჩვენი მამების დროსთვის. ხშირად არის ხოლმე რომ ლადო მაინც სპორტსმენებისკენ იქა და სულ მაგაზე ვჯუჯღუნებ, სულ მაგაზე ვჭყუბობთ და ეხლა მინდა აგერ ხმამაღლა დიდი მადლობა გითხრა რომ ამ ადამიანის გაცნობის საშუალება მომეცი, იმიტომ რომ მხოლოდ მოსმენაც რამხელა мотиваცია მომცა ვერ წარმოიდგენ და იმ სპორტსმენებისთვის თქვენ რამხელა ძალახავთ. ეხლა წყნარად ვიქცევიოთ. ხო, იქ ძალიან ისეთი ვარ. იმიტომ რომ ხმაური უნდა გადალახო მაყურებლებს და აი კულისებში ხდება. ვარ აღთონებული ვარ რო გისმით. მარცხი არ ვაყო, ძალიან ბევრი მარცხი წინახავთ. როგორ ამხნევთ? პინგ-პონგი რო წავაგვა რაღაცა ბილია იმაზე ვგიჟდები რო ვაგებ. და სპორტსმენს როგორ ამხნევებთ დამარცხებულ სპორტსმენს? დამარცხებულამდე ვცნობ არ იცავ, ანუ თუ კი აგძელებს ну ყველანაირად ცდილობ რომ შეიძლება ყველაფერი არ მიყვას დავაბრალებ საჭს. ამის ყოველთვის ცდილობ რომ სპორტსმენმა აღიაროს რომ მან წააგო. რომ იმის გამოსწორება მე ადვილია. გამიგეთ, აი რატო წავაგე, მე მარჯვენა არის შემხვდა, მე მარცხენა შემხვდა, ეს ბჭობაში გამოვასწოროთ. და შენ თუ იცი შენი კონკურენტები იქნებიან და შენ გეგმავ დიდ ღონისძიებაზე გამოსვლას შეასწორი რაღაც ახალი ილეთი და ამათი, ანუ ყველა შეჯიბრებს ხო დაიხვეწე რა. და ამიტომ განწყობისთვის ზუსტად მაგია რომ ეხა მარტო შეძახილი და ბანალურად შენს უკან ქვეყანა ეგერი ჩემზე კარგად იციან რა. შეიძლება დაიჭირო ის რაც ყველაზე მაგრა ჭირდება იმ მომენტში. თვალებში ეთყობა ადამიანს რომ როგორ ეძინა, რაზე ფიქრობდა, რა განწყობა ქონდა რაღაც და აი მის მიხედვით უკვე ეგ ძალიან ძნელია ესე ეხლა რომ გითხრათ ეგეთი რეცეპტი არ არის. კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული ისე ვიღაცას შეიძლება შვიდათ ელაპარაკო და რაღაცა ვიღაცა შეიძლება და შემორტყმები და ისა. ეს ეგ უკვე ეგ სიტუაციას გააჩნია და პლუს მოწინააღმდეგე როგორ იქცევა. თუ ის არის შვიდად დაუბიჭო ხედავ ეშინია და პირიქით ამაზე აწყობდა იმის საპირისპიროდ აკეთ თუ პირიქით ის რაღაცა გიჟდება ესეც შიშის გავა. ანუ შეიძლება ქართულ ენაში ყოველთვის არის იმის სიტყვები, რომელსაც გამონახავ მოწინააღმდეგის საწინააღმდეგოდ რაღაც ისეთი პროცედურა ჩაუტარო. ფილმებში რომ მინახავს ხოლმე თქვათ მეუღლე რომ ცოლი რო ქმარს ამცნობს რომ ფეხბურთი მედალი და შვილს ელოდები. მთელი ამბებია ის კაცი მაგარ რაღაცებს აკეთებს და მეც რო წავიოცნებდი ხოლმე ცოლი რომ მეტყვის რომ ფეხბურთი მეთქვა რომ გადავდგა თაბარს მეთქი ფიქრობდი, მაგრამ რომ მითხრა ბატონო ზურაბ, ესე რომ გავშეშდი, კაი ხანი ვერც ხმა ამოვიღე, ვერც ფერაფერი ვერ ვქენი. თქვენ თუ გახსოვთ ის ემოციები მეუღლისგან რომ გაიგეთ რომ მამა გახდები? სხვათა შორის მე მქონდა ესეთი ისა რა არის დასამალი ეხა და სულ მქონდა აი კინოებიდან რომ
ადრე მოვკვდები. არა, მქონდა, ომია, ისეთი პერიოდია და მეთქი ვჩქარობდი. ვინც სტუდენტობის დროს რაღაცა სიმპათიები ჰქონდა, არავინ არ გამომყვა, რა ვიცი, რაღაცა დამიწყდეს რა. ხო და აი აქ იყო ეგ პერიოდი რა და მეუღლე როცა ხელი ვთხოვე, სულ ორჯერ ვიყავით შეხოდრილები. და ჰქონდა რაღაც ესე სიმპათია რა თქმა უნდა და იმიტომ რომ სულ მინდოდა რომ არ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან მალე. არ წავიდა ერთმანეთს დამტოვა იყავი საქმე აკეთეო და იყო ეგეთი მომენტი რომ აი მეთქი დედა ჩემი დაუტოვო ვიღაც თაომავი რომელსაც მე მიხედავს და ისა და აი მიხედაში ავედი 1 2 3 4 და მე რავი ვიშვილი ხარ ყველას ვინმე რომ მოდის სპორტსმენი და მინდა სადმე გავაგზავნო ხო ეხა ოფიციალურად ნაშვილები და ესე ეხა სახში ალბათ გუშინ საღამოთი იმდენი იყო რაღაცა თამაშობდით ესეთი აზარტულ თამაშებს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგა გეგონებოდა რამდენიმე ჯგუფი გაკეთა რომ ის იყო და ყველა ვინც მოდის აი მინდა რომ გაუშვა ვიღაც ექიმთან და ისა ეხა ან ვიცი რომ ცოტა სოციალურად ისა ყველა არის ჩემი ნათლული ან შვილობი რატო იმ ექიმა რომ უფრო ესე ჯიგრიანად მიიღოს რა და იცია მაგრამ არა თამაში იმდენად სერიოზულად რომ ჯერათ რა და რამდენი ყავსო და მეთქი აღარ ვითვლი მეთქი რა მაგარია ისე ოჯახში მთავარი ექიმი თქვენ ხართ თუ თქვენი მეუღლე არა მეუღლე მედიცინაში აზია თავარი ექიმი რა მამა ჩემი სულ მეჩხუბება ყველაზე მაგრაზე მეჩხუბება იცი რომ აი შეჯიბრის პერიოდში ვცდილობ რომ აი დიეტა და წონას მართლა იმაშვები ხო და ყველას უკვე იქ სხვანაირად თავარ იქ კოსტუმები და თუმეთუმეტე დელეგატათა ვარ ხო დრო ის იმათ ყველა შეჯიბს აქვს თავისი ისა და ამჭირდება შესუნთქვა და გზაში მე აბა აღდგენა რა ბიჭო შენ ვის აკლებინებ წოდა შენ ვის უნდა ასწავლო შენი თავის ვერ მიყიდე და აი ყველაფერს გიგადაგავ შეგენაცვალე მეთქი მადლობა мотиваციის და იმის მამა ჩემი იყო ალბათ მე ესე ვიტყვი ყველაზე დიდი мотивატორი თვითონაც ნაკრების ფავორიტი იყო სამბოში დილდოსნელიც იყო 19-20 წელი იყო დიდი შედეგები კომპაქტურად მან დაიწყო ეს სახეობა და არ უნდოდა ჩემი დიდი სპორტსო მაგრამ მე არა მოწონდა რა ხო როცა სპორტში ვიყავი ბევრი პლუსი იყო ჩვენ დროს გამოცდები და ხა მაშინ 8 კლასის გბერიც იყო ჩვენთან 10 წელს სწავლდი ხარ ვიცი რამდენი წელს სწავლობდი ხო და 12 წელს მეგონი კლასები მე 10 კლასი დავამთავრე ხო და აი ეს პლუსები იყო ამ სპორტის შეჯიბზე შეკრებაზე ყოფილი განთავისუფლება და რაღაც გრაფიკები და მის დავიწყე მაგრამ დიდი სპორტი მინდოდა მაგრამ აი ესეთი პერიოდი იყო რომ ეს 80-იანი წლების ბოლოს რომ ვეღარ ისავქენით თაობები დაიკარგა ჩემზე ძლიერები და ჩემზე ტალანტები ესე ვიტყვი და ამიტომ ის გამოცდილება რაც ქონდა მამებისგან ჩემი პირადი ჩემი კოლეგებისგან სპორტსმენებისგან რომლებსაც შედეგები დადეს აი მე უკვე მე როცა მე საჯის გავხდი დამსახურებული ვცდილობ რომ ეს ყველაფერი სხვადასხვა სპორტის სახეობაში როცა გიწევს ურთიერთობა და ის სხვადასხვა კომისიებში ხარ ურთიერთობით უფრო მეწაულ წიგნებში ეს არ წერია და ამ ურთიერთობაში ვცდილობ რომ გადასცე ეს ყველაფერი გამოცდილება მაგრამ რა არის ძალიან მარტივი ადამიანს რო ელაპარაკები და თუ აი თვალებში გიყურებს და მის თვალებში ხედავ რომ გიჯერებს უნდა რომ რაღაცა შენგან აიღო შეისრულტოს ხო იმისგან დიდი სპორტსმენი გამოა თუ თulis რომ აუ შენი ჭირიმე რა ისა იმისგან არაფერი გამოა სპორტსმენები არ უნდა ფიქრო მიზანზე უნდა ფიქრობთ აი მიზეზებს თუ იტოვებ რომ აი ესა არა მიზანი მე წავაგე მე არ მეძინა მე იმის ყველაფერი შენში უნდა ეძებ სხვანაირად არ გამოვა შვილებთანაც ასეთი მიდგომა გაქვთ ასაზრდით ბატონო დღეს ვცდილობ რომ ის პერიოდი რაც გამეპარა ქონდა მაგრამ იმდენად განვითარებულია თანამედროვე ახალგაზრდები მე ვიტყვი რომ უფრო სხვანაირები არის აი უფრო სწრაფების რა თამითომედე ჩემი ბიჭი რასადროდის თამაშობს ეხლა ჩემპიონი გახდა და სულ მაგას მეუნდა ხუშეზე მაგა მიხარია და ამაყივა იმიტომ რომ მე როცა თამაშობდი მოსიძე გიორგისთან და ჩვენ კოლეგები ვარ და კურსელები ვართ მაშინ სხვა ის იყო და ეხლა უფრო ესეთი გახდა და მიხარია რომ იქ ციგრის თაროა იქ ყველაზე ჭკვია სხვადასხვა გადაცრები და აი ეს ამათ ჩემთან რომ მოდია ხოლმე სახში და თამაშობენ მეგობრო უყურებ აუ მეთქი ტვინი გაზვა აი მიხარია რომ რა თაობა მოდის
მომავალში და აი ეს მათი სწრაფი აზროვნება და არის ხოლმე რაღაც მაგარი კითხვა და სადღაცაა და აბა ერთი წუთი ჩაირთო და რაღაც კითხვას გისვამენ და თუ უპასუხე ხო გიждდება რომ თუ ვერ უპასუხე უხარიათ რომ არ ვიცი და რაღაცა. აუ მოდი ის ისტორია მოყევით ქალაქობანა რო ითამაშეთ თვითფრინავში ჩებურაშკას ისტორია. ჩებურაშკა? ხო აი ინტელექტუალურ ამბავზე გადავედით და მაგარის ორნი ვიყავით ერთი ანუ გუნდი იყო 10 კაციანი გუნდი იჯდა იქ და თვითფრინავში დიდი ხანი მოფრინავთ იაპონიიდან მოფრინავთ დიდი რეისი იყო და ყვება ისა რა უნდა აკეთო ამოვიდა ეს კინო აქედან ხუყე ხა იქიდანაც ხო ყველაფერი ნანახი გაქვს ხო და მოდი ქალაქობანა და თან ადრე იყო ეს მოდაში ასოციაციობანა ანუ ნამიოკობანა ესე ვთქვათ ხო და რაღაცა სიტყოდი ცა და ნუ ვარსკვლავი რაღაცა ესე და მე და გუჯეჯიანი ვიყავით ეს ორი ისა რა როგორ ვთქვა და აი პროვინციელების გუნდი იყო არ ეწყილობა რა ეგრე იყო და ჩვენ თბილისში დაბადებულები ორნი მოგე ხა აღარ ჩამოდის უყოლა რა არ ჩამო ხერგიანი ზვიადაურ მარგოშვილი ეს არის უყოლა რა და ვიდეოს კიდევ ვიღაცები დაება სტიუარდესების მაგათ ხარეს იყო ხო და მე ვლაპარაკო გუჯეჯე წერს და იქით კი რავიდა წერდა არ მომეგო ზვიადაური წერს ხო და ბიჭო უგებთ რა მაგრა რა მაგრამ ქულებიც ესია ხო იგი 0 უნდა ჩაიწოვო თუ არა და 15-ია და არ ვიდა 15 ჩაოლე ბანალოდ 10 და ბოლო უგებ და მაგათ ოღონ მოაიღო თუ ნორს ვამო 50 ქულა აქვს ეგრევე ანუ პლუს ძალიან მაგრა უგებთ რა ავი რა ასოებიც ამოვარდა და წავიდა და მოდი ცოტა გავაგზავნებთ და სტოპ ვთქვი ცოტა გვიან ამან დათვალა აბგდ და მივედი ჩზე კი გამიკვირდა ჩ რა უნდა ვთქვი მაგრამ უცბად ხვიჭი უცბად იხსნება ეს ტვინის კომპიუტერული ფანჯრები და ნუ წავიდა ჩიკაგო იმათ რავი ასაწესჯერავიც მეთხარი ჩელებაძე გამახსენდა ეგრევე ფეხბურთი და ბიჭო ცხოველი მცენარე ფრინველი 0 და ამ დროს ესე იძახია სტოპ ანუ აი რასაც ისე სწრაფად გააკეთა ყველამ ეს ყველაფერი რომ უფრო ზვიადაური აქტიურობდა მახსოვს რა თუ სტოპოდა რა სტოპ მეთქი ბიჭო აქამდე საკუთარ სახელს ვერ აწევდნენ და არ ჩაწევ აბა რამდენი 0 საკუთო 0 3-0 გვაქვს გავიდე ხა გავხსენით კარტები ნუ იგი რაღაც ჩელიაბინსკი აქეთ ჩიკაგო ჩიბურდანიძე ჩელებაძე და ცხოველი რა გახდა და მოთხარი არა მაქვს მეთქი თქვენ რა გახსნით მეთქი ჩიბურაშკა აი ელი გამიშრა რა ვიცი აი ჯერ რატო წავაგე იმაზე მეორე რატო ვერ მოვასა და მესამე როგორ არა ჯერ გამიელვა ტრიში რომ რატო არ ვიცოდი ეს ცხოველი ჩიბურაშკა მეოთხე ბიჭო რა ჩიბურაშკა მე რაო კონსილიუმი თვითონავე გაჩერდა ეს ამოწია რუჩნოი პილოტმა დაუძახეს და კითხე ერთი ამასო და okay of course რა of course მეთქი და ცხოველი ჰიპოპოტამი არისო პატარა კაი გავაგზელე მეთქი კაი 0 ამდენი უნდა ამოქაჩონ და ცედარი რა გიწერია ჩიპოლინო მეოთხარი მულტფილმების გარდა არაფერი ეგეც ხახვი ჯიშია და ფრინველი და ესე რა ესე მაჩვენებს შიტო გვრიტო აი просто არ გაიღო ილუმინატორი და გადავხტარიყავ სირცვილისაგან წავაგეთ 250 კულა მოიღეს ეგრე და ყველამ დაგვიწყიცა რა და გვიდა გვიჯექით ეს იჯექი ახლა მე არ ვარო კითხულობ წიგნებს მე და მულტფილმებს არ ვიყურებ იმედო წავაგეთ მე ძალიან ისე არა მაგაზე მაგის გარდა იქ სცენარე თივა იჩითებოდა რაღაცა აი იყო სასწაულები იყო აი მაგარი ისტორია ძალიან აისბერგები და რაღაცა წყალი და არა მაგარი არა მიხარია სხვა შორის მე ბორჯომში მაგის მერე ავდექი და ქევხიშვილი მე გუჯეჯია ზვიადაური და კიდე მარგოშვილი იყო დავჯექით რასადროდეს ვითამ მე მოვიგეთ ოღონდ იქ უკვე სერიოზული ის ვიდეო და მართლა აი ინტელექტუალები იჯდნენ და მართლა მაგრავის ისე ეს რასადროდის მედიკოსების დამსახურება ეგეც გიორგიმ დაიწყო მე ლაშაკილაძე იქ ვიყავით მეცნიერთა კლუბში ვეკოა სახელობის კლუბი იყო წელს უსრულდება 30 წელი მე მაგალითად აი მხიარულთა და საზრიანთა კლუბი და ეს რასადროდის ვფიქრობ რომ
აი უნდა იყოს მაგის სკოლებშიც იმაში, იმიტომ რომ რაღაცა ის სხვანაირი აზარტია და სხვანაირი ისე მარტო ციგნი არ არის, მარტო ის რომ შეიძლება ლოგიკური იმით მიხვდე რაღაცას და ეს ძალიან მაგარია. შემოვედო, მოდი, რადგან ძალიან კარგი ისტორია მოყვა. ჩვენ ახალ რუბრიკაზე გადავალ, თან ვეთქვი ბატონ ზურას რას გულისხმობს. არ ვიცი, მე მაქვს ასეთი წარმოდგენა, იმედია ვწდები, რომ ცოტა ჩვენ საზოგადოებას, ხალხს ცოტათი დაგვაკლდა სიყვარული. ხო და მოვიფიქრეთ, რომ ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი სიყვარულის ამბები, ძველი ამბები გავახსენოთ ჩვენ მაყურებელს. ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქალი სამყაროში არის ლიკა ქავჟარაძე. მაგრამ არის აქეთ მეორე მხარეს დგას სოფიკო ჭიაურელი, რომელიც არ ვიცი. წარმოუდგენლად დიდი იყო ჩემთვის და ზუსტად ლიკა ქავჟარაძე არა, მაგრამ სოფიკო ჭიაურელის სიყვარულის ისტორია მაქვს მომზადებული და უცებ გეტყვით როგორ იყო ეს ამბავი. თან თავარი პირობა გვაქვს, ხელით უნდა დავწეროთ და მე წავიკითხოთ. იმიტომ რომ ხელით წერასაც გადავეჩვიეთ. მოკლედ, სოფიკოს პირველი სიყვარული 6 წლისას წვევია. მშობლების მეგობარი, ცნობილი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე შეხვარებია, რომელსაც თურმე ეჭვიანობის სცენებსაც კი უწყობდა 6 წლის იყო თან არ დაგავიწყდეთ. სოფიკო ჭიაურელი თავად ასე იხსენებდა თავისი ბავშვური სიყვარულის ამბავს. ერთ ბედნიერ ზაფხულს დედამ გაგრაში წამიყვანა. ძლივს მეღირსა მასთან ერთად ყოფნა, მთელი ბავშვობა მენატრებოდა. ჩავედით და მეორე დღესვე ტელეგრამით გვაცნობეს, რომ დედას უფროსი ძმა გარდაცვლილიყო. უკანონო დაუბრუნებულიყავით, მაგრამ სოლიკომ დედას უთხრა, მე დავიტოვებ სოფიკოსო. დაორჩი სოლიკოსთან, რომელიც იმხანად ერთ ძალიან ლამაზ გოგოს ეთაყვანებოდა და გამუდმებით ყვავილებს უგზავნიდა. მოულოდნელად ეჭვიანობის სცენა მოვაწყე. თუ კიდევ ერთხელ გაუგზავნით ყვავილებს იმ გოგოს და ყურადღებას არ ვამაქცევთ, ავდგები და წავალ მეთქი. და როგორი რეაქცია ჰქონდა სოლიკო ვირსალაძეს, აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მაგარი. სოლიკო სულით ხორცამდე არისტოკრატი გახლდათ და მეც კი 6 წლის ღლაფს თქვენობით მომმართავდა. მერე ბოდიში მომიხადა და ყოველ დილით ბალიშთან ყვავილების თაიგულს მახვედრებდა. ესეთი სიყვარული იცოდნენ ადრე, რა ვიცი. და მინდა რომ დაბრუნდეს. სიყვარული გვჭირდება ძალიან. სად წავა? მაგარი გზნობა. ხოიცი იმას აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის ლექტორის იმას თამაშობს ბარბარა სტრეიზანდი და ლექცია აქვს ზუსტად ეს ახალგაზრდებთან და მე არ ვიცი ვერ აგიხსნით, მაგრამ ყველაზე მაგარი გზნობა არის. აი მოკლედ ესია. ალბათ გზნობა, რომელიც ყველაფერს გაგაკეთებინებს და ალბათ ის სიტყვებიც, რომ თუთას დათარვეუნება მეწისქვილეს, რომ თუ სიყვარული არ აქვს, ვერც კაცს მოკლავო. ამას ძალიან დიდი ისა ფილოსოფია, ყველანაირი იმით რომ მიხედო და მე ვფიქრობ, რომ მართლა არ უნდა იყოს სიყვარული რაღაცა დროებით, რაღაცაზე აგებული და უნდა ეს გზნობა გამოხატო მესულეუნების სტუდენტებს. არასტანდარტული ჩარჩოებიდან უნდა გახვიდე, რომ ადამიანი მართლა შეიცნო. ანუ მე რას გულისხმობ, ჩვენ თაობას და იმ ძველ თაობას რა იყო იცით? დღეს გასართობი მეტი აქვს. სხვადასხვა თამაშები, კომპიუტერი, ისა იქ შედიან Facebook, სოციალური ქსელები, ახლა არ ჩამო. ჩვენთან რა იყო? ექსკურსია. და იმ ექსკურსიაზე მე ხსნიდი ჩემს ჩარჩოებს და რა, ანუ წავედით სადღაც ექსკურსიაზე ტყეში, ვიღაცამ უნდა ცეცხლი დაანთოს, ვიღაცამ შამპური გააკეთოს, ვიღაცამ წვადის შეწვას, ვიღაცამ ეს ყველაფერი დაანაგვიაროს, ვიღაცამ ეს ყველაფერი დაალაგოს, ხო? აი აქ იგებ ადამიანის იმას, ვის რა არ ეზარება და იმიტომ რომ მე რო შეგხვდე ხა ადამიანს, ესე დავიწყებ დანაჩანგრე, ამ დროს გინდა რომ ეს ხაჭაპური ასე გადაკეცო გემრიელად. ხო, ნუ ესია რა და აი ამ სტანდარტებს რო იმაშვები, დღეს იმიტომ არის რომ ადამიანები ვერ უგებენ ალბათ. იმიტომ რომ აი ეს ჩარდებაშიან, აი მარტო ოფისური შეხვედრა და იქაც ცდილობ რომ მაქსიმალურად როგორ არის, ხა ბანალურად არის, მაგრამ არის და დღესაც გრძელდება ადამიანს ხვდებიან ვიზუალური გარეგნობით, რა ვიცი, თავის ამკაულების საათები და აცინებენ გონები და მისი ჭკუით, ხო? მაგრამ იქამდე მისვლა გინდა. ამიტომ აი ყველაფერს მე ამას როცა რაღაცას აკეთებ, სიყვარულით უნდა აკეთებდე. იგივე შენ პაციენტთანაც, შენი დაღლილობა არ უნდა ჩანდეს იქ
ბურთის დარტყმასაც სიყვარული უნდა და იმ ტრიბუნიდან რო ხალხი გიყვირის გოლი და საქართველო და შენი გუნდის აღარ მინდა ისა იქ სხვა ის უნდა იმიტომ დრითაც დავიწყე ჩვენ საუბარი აი ეს აურა ჭირდება აი ეს სიყვარული არის გახელისა რაღაცა რამდენიმე ისეთი შემოაგდეს რა ბომბი მე ესე ვიტყვი რომ აი ეს ადამიანების დაგსახსვა და მათი მართვა როგორც ისე ძველად იყო ისე აბა მოდი ერთად როგორც 9 აპრილს ვიყავით როგორც 26 მარტს აი მაგას კი მოდი ესე ვიყო როგორც სტადიონზე ვიყავით აი ესე ვიყოთ აბა უკვე არ მჭირი მე მართლა ვამბობ რომ მე ამაყი ვარ რომ ქართველი ვარ როცა ჩემი იგებს და ამაყი ვარ ქართველი იმიტომ რომ რითაც დავიწყოთ რომ ჩემია პროდუქტის ჩურჩხელა და ჩემია ის საცივი და ჩემია ის თაც და ზღვას და 4 სეზონზე შემიძლია ნებისმიერი სტუდენტი და ის ღვინოს და ის ქარღული ცეკვას და ის ჩაკრულოს და ის ყველა ამითა ვარ მე ამაყი და იმ ხანჯლები და იმ ტრადიციები ეს არ უნდა მოკვდეს პირიქით ეს სიყვარულით ისე უნდა ჩვენმა შვილებმა გააგზელონ და გააკეთონ ეს ყველაფერი ხო მე მაგალითად ეხლა თუნდაც რო უყურებ ხომ ეხლა აი ვიღაცისთვის მიუწვდომელია აი სახელმწიფოს პრეზიდენტებთან და იმასთან შეხვედრა და რაღაც და მე რა ბადვალიშვილი ჩახუტებული მაიფრენ რაღაცა ბესტმენ და რაღაცებს ტრამზე გესიამონება ეხლა ხო იმიტომ რომ მაგრამ იმა ხო იცი რომ ქართველია ორჩა რა ფასეულებებს ასწავლეთ თქვენ შვილებს და რა ღირებულებაა თქვენ ოჯახში უმთავრესი ღირსება მე ვფიქრობ რომ სუმეს მაინტერესებდა განსაკუთრებით სპორტიდან რომ მე დას ორი მხარე აქვს და ის პირველი არის ეს რაც ახატე რომელიც შეიძლება მეორეზე ყოველთვის წერია ხოლმე საერთაშორისო იმ ფედერაცია და იმ ფედერაციის მე ვამბობ რომ არის ღირსება იმიტომ რომ შეიძლება ბევრ რაღაცას მიაღწიო რაღაცი შეიძლება შიშით გააკეთო შეიძლება დიდი შრომით შეიძლება ტალანტი იყო მაგრამ მე ვფიქრობ რომ ადამიანებთან ურთი არ უნდა იყო რაღაცა აი სოდვის იმეებში ამპარტავანი ამბიციური და პატარ-პატარის ვარსკვლავური ყველას უნდა ქონდეს მაგრამ ღირსება ბევრია რომელმაც ვერ შეინარჩუნა ის ფასეულობა რასაც შენ ეძახი ერთგულება რა თქმა უნდა ქვეყნისა და შენი ტრადიციების მიმართ და ღირსება რომელიც არის ალბათ ყველაზე ეგ კი არა ჩვენს ერთ-ერთ წერს ქონდა შტიკნოჟზე ჰიტლერის დროსაც კი ჩემი ერთგულება ჩემი ღირსება ბატონ ზურაბ მეც კი მახსოვს როგორ ყოფილხართ აცრემლებული ასეთი რაღაც ცდარი წარმოდგენა ჩემი აზრით რომ კაცები არტერია მართლა ბევრს გაკვირვები რომ ეგ არ მე გეტყვი ახლა რა ხდება ეგ არის ალბათ აი 2008 წელია იყო მე იმიტომ ვთქვი ის იყო გამარჯვება სიხარულით უსუსურობას ემოცია წაგება ყველაფერი ერთად იყო აბა როგორია შენ სამხედრო ხარ შენ ისეთი იღუპები ეს არ არის ბანალური და ისეთი ნათქვამი მართლა ესია ხო იქ გმირულად იღუპებიან ადამიანები და შენ გინდა იქ იყო მაგრამ აქ არის მაგრამ აქაც საომარი გაქვს აი ამ დროს ბოღმა გახშობს რომელიც სხვანაირად გამოდის რა და ეს სრემლები რა არის ალბათ აღარ ეწევა ეს ყველაფერი აირევა და შეიძლება ადრენალინად გამოდის არ ვიცი სრემლი რა მე გეტყვი ერთ რაღაცას და ლაშარის ჯვარზე აი ერთ-ერთი ექსკურსიის დროს ტრადიცია აქვს იქ ხევისბერები ხო აქეთ არიან თავში და ხეობა იქ თქვია შუნტები და დიდი ეს დევების ხოვები ვიტყვი ხო ის ლუდი ხარ შემოდა და შეწირვა სხვა არის ძრო ხარ რა ვიცი და მახსოვს რომ რაღაც ის მაგათი ის თუში მეცხვარეში გადაღებული სინის კი იყვნენ რამდენიმე ნამდვილი მეცხვარე და იმათან ვზივართ კეიფო ჩვენი კურსი ვართ რა წასული რა და მაგარი ჯგუფელები და კურსელები ყავს აი უგავი ხალხი რო ჯგუფელები და ჩვენ კურსი ვიკრიბებით ხოლმე ავერსი GPS-ი ყველა ჩემი ის არის და ძალიან წარმატებული კურსი ვიყავით ალბათ ება საქართველოს ის ეს და მაგითაც ამაყივ. ხო და მოკლედ ეს არის დგევართ ეს ზოგი ხანაო ზოგი იმაშვება რაღაცო და მე ხო მინდო რომ მაგარი თამშმა ახალგაზრდები ვართ რა 22 21 22 და მსმელისის დავტოვა მათ და შუნტერთან და მეებთან რა და ავიღებ ამლუს და რაღაც ყობა რაღაც ისტორიას რომელიც ძალიან გულისამაჩუყებელი იყო რაღაცა ესეთი რაღაც იქაო ძველი ფთისისა და აუ მეთქი მე ახალგაზრდების გადარიქაურები რა ეს რომლებიც აი სურვადიან და სურუნდა თუ აი რაღაცა ისაქნა რომ აი ჩხუბი მოაწყოდეს ბუნტა ესეთი ტიპები და
ეხლა ჩვენ სერიოზული ისიმით ავა და თან სერიოზული შეიარაღებით თან შეიძლება თქვა წავალ ლაგატკითა რა. და აუ მეთქი რა მაგარი რაღაცა მოყევი მეთქი ბიძაჩევი მეთქი გული ამიჩუყდა მეტი ცრემლი მომადგა და ამან ეგრევე ისა დიაც ყოფილ ხადეს მე დიაც და ხანჯერა და ეთქი ეხლა და იყუჩეო ამ ეს სერიოზული საუბარი ამას უნდა და რაღაცა და ეხლა მეთქი ამ არ გაუტარებ მეთქი და ერთი წამითო შენც გასაგონათო მაგრამ შენ უფრო და გისმენ მეთქი და აი ხო არის რომ ლექსი უნდა რამდენჯერმე გადაიკითხო ეხლა რაღაცა შეიძლება ეს რა წაიკითხეზე პირადად მაგრამ მაინც უარ გამ აი უცბად დამამახსოვდა იქ სად იყო ეხლა თაში ღამეა კოცონზე პასა და ფუცეს ადიპოვიდი ხო და მახსოვს ეს სიტყვები რომელიც დამრჩა და მაგით ვამართლებ არ ვიტყვი იმიტომ რომ ცრემს თავისი ფასი აქვს თავისი კაცური ფასი აქვს და მით უმეტეს კაც რომელსაც ომეგა გამოდა შეხელში ადამიანები კვდებიან და იმ დროს არ ტირი ხარ როგორ შეიძლება რაღაცა მაგრამ აი ეს არის რომ იმ დროს ამოდის ეს როცა ყველაფერი წამიერად გაგახსენდება და ეს სიტყვები მინდა გითხრათ რომ გულის სილბო სიტურფია თუ კაცია სხვაფრივ ლომი მართალ ვაშკაც ისუ ხდება როცა გულითაც ლბილია რკინის კაცის თვალში ცრემლი დიდ სულოვნების შვილია. აუ რა მაგარია. აში დავასხი ხა და დავედავ. აი ეს არის ის სულიდან ამოდის. ღმერთი უნდა გიყვარდეს გონებით, გულით, სულით და თელი შენი ორგანიზმი, ხო? ორგანიზმი. ესია და აი ამ დროს ეს რაღაცას აკონტროლებს არ იტირო. როგორ შეიძლება ადამიანი უბზო არ იტირო, არ იყვირო, ხანდახან არის ხოლმე რომ მოვიგე დავარტყა და დროშა არა ეს თავისით ეს არ არის რასაც ეძახიან რომ აი პიარი და ბიჭო მე იმ მომენტში საერთოდ არ ვფიქრობ რომ ვიტირო ვიმალები ვცდილობ მარი მომენტი მაგრამ იმას ხანდახან ვერ აკონტროლებ ვიღაცა შეულიეს მაგრა გამოყადო ვიღაცა შეიძლება მე რა ერთხელ მოვიგე აი მეოთხეჯერ რომ მოვიგე ოლიმპიადაზე მე სხვა არ არსებობს ეს ამას ვერ უბრძანებ ვერ ძგულს ვერ ცულს ადამიანი იმიტომ არის ძალიან მაგარი და ამოუცნობი კიდევ და ტვინი იმიტომ არის ჯერ ბოლომდე შეუსწავლელი სულ რამდენიმე პრობას ვიყენებთ გრამს ესე ვიტყვი ზურაბ ბატონო ომშიც იყავით და მე პირადად რაც მინახავს ტუნისელი გოგონა რო გადაარჩინეთ ეკვადორში საჯები დაიბნენ და თქვენ გადაარჩინეთ რაგანს და ადამიანს რო გადაარჩინეთ მაი ისაც მაშინ კითხვა არ უნდა დაიბნე რა ანუ მოbrunde და უნდა უცად გაანალიზო რა მოხდა და ის სიტუაციის შეფასებით არაფერი ისეთი უბრალოდ მიჩვეული უკვე ჩემთვის აღარა აი რომ მიყურე შემილი აი ხანდახან ყოფილა ამოვარდნია ხელი ჩამისვია და ესე მიყურები არაფერი გააგზელე მეთქი ყოფილა ეგეთი რაღაც აი 10 წამია და მეთქი დამალე ხელი მახსოვს ერთხელ ნინო ოძელაშვილს ამოუვარდა ევროპის თამაშებზე ბელარუსიაში მისკში 2019-ში ხელი ფინალში და ეს წითელი ის მახსოვს აცვია ჩოხა და უგებდა რა მაგრამ უგებდა ამოვარდა და თავარი ექიმი ვარ თან შევარდი რა და ხუვიცი ეს მოძრაობა დავინახე და ახლოს ვიყავ და არ ამიწევია ეს ხელი შევყავი და ჩაჯდა რა და არ აღტკივა და ამან დაიწყა ბიჭო არ აღტკივა გაჯო 8 წამია დარჩენილი არა მეთქი ანუ პროცექიმეს არ შეუულია ეს არ არის ფეხბურთი გამოყვიდე და ასკი ტაში ტუში იქ გააკ მარტო რაღაც ვაზელინი გადასვი და სისხლის გაჩერების უფრო თორე ხა გაქერება არა ეგეთი რაღაცები იმიტომ არის ჭიდაობის სახელით ფილოსოფია რომ შენ ტკივილნეს შენ მართო და მე გამოდი რაც კიდე გააკ იმ მომენტში ანუ არც გასაყენი დასმესდა და ვერ მიხდა და უხეთ ახლა ვეღარ იცეკვებ მეთქი მე უთხარ არის ეგეთი მომენტები რომ სწრაფად რაღაცა არ უნდა ისაკა დაიბნე იმიტომ არის რომ მე ჩემ სტუდენტებსაც ჩემ ექიმებსაც ჩემ ახალგაზრდობას მაგას ვეუბნები რომ მე რო გაჩვენებ შენ ადიხა ძალიან ბებიას ამოუგდე და მე ჩაუსვი მეთქი არა მაგრამ აი დაუშვათ რაღაცა რო არის პროცედურა ნემსის იმის რომელიც მინდა რომ ისაკნო ხო მოიყვანო ვიღაცა შენთან და ხანდახან ერთმანეთს ვაჯახობ და ტეიპის დაყურა თუ რაღაცა ერთმანეთს აკეთებ იმიტომ რომ შეიძლება არ მოვიდეს ის საინტერესო შემთხვევა ყოველთვის მაგრამ შეჯიბზე შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაცა რომ ვიღაცა იცის რომ შენ საქართველოს წევრი ხარ სახელი გაქვს ზურას გუნდის წევრი ხარ და მოვიდეს კორეელი და გითხრა დეკლიმა გატეხილი და დამაკარი უნდა დააკრა
ჩურჩხელები ვახსენეთ. მაგრამ მიყვარს. ხო და აი ეგეთი ჩვენმა მეგობრებმა თავისებული. თავისი ჩურჩხელი ქართული. გამოგიგზავნეს, ქართული 100%-ით ნატურალური შოკოლადის ჩურჩხელა თუ გაგისინჯავ. კი, კაცო. ყველაფერზე ჩურჩხელა. ბროწეულის ჩურჩხელა? ბროწეულის არა. აი, ბროწეულის ჩურჩხელა ძალიან გემრიელი რამე. თან არის პატარა კუბები, სატარებლად ბევრად უფრო მარტივია. ძაფის გარეშე ჩურჩხელა. ძაფის გარეშე ჩურჩხელა. ჩვენი ქართველი ყოფილი მორაგბის წარმოებაა და კარგია. ალბათ უთიაში. თუმცა ფაუე. გაიხარე. ფაუე. იმიტომ იქით გადავდეთ, თორე ეხლა მიდამაში შემომეჭრა. მემტერება. მეცენტერები ხოლმე შეიძლება მეცანა. არა, მაგარია. კი ბატონო, გავიდეთ ნელ-ნელა მიშო ბოლოსკენ. ძალიან კი არ გვეთხოვა, მაგრამ იმდენი ხარხეული ხო, პაციენტები ელოდებიან და თამაში მქონდა ბევრი კითხვა, მაგრამ თამაში აი ახლა მელოდებიან ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო და დღესაც მაგრა თამაში ბრაზილი ეგ ისტორია მიყვარს ყველაზე მაგრამ რიოში ვართ ოლიმპიადაზე რა და ფეხბურთის ანუ კორპუსები ხორეს ოლიმპიური სოფელია და სტადიონი არის ჩვენ წინ ან ერთ-ერთი სტადიონი და ეს გამომთველი რუბილნიკი არის ჩვენს ოფისში სამედიცინოში ხო და ვიღაცები რომ თამაშობენ ხომ ეხლა ჩვენს ხომ მოგვინდება ფეხბურთი ეხლა თან ტალახაძის უძო ვინც გვიან გამოდის ეხლა ტალახაძე ფეხბურთს თამაშობს ეს მურცხვალა ესენი ფეხბურთელები არის ხა და ასანიძე კვირკველიან ოზო ყველა თამაშობთ რა და გადავიხედები აუ ამათ ეხლა გამოურთავდით შუქსა და სიმნელეში ხوارით და წავიდეთ ავანთებდით წავიდა მურცხვალა ანთე წავიდოდით გავიგო თამაშობთ და სერიოზულ გუნდებზე ხაი ხორვატებს მოუგეთ მოკრივეებს მოუგეთ იტალიელებს წყალბურთელებს აუჯი ვინც მოდიოდა გუნდი მაზიანზე წადი მაკდონალდსი მოიტანე წადი რაღაცა ჩურჩხელა მოიტანე და აღარ მიდიხარ რეკლამური ნაყინზე რაღაცა თამაშობთ ხო და ბოლო დღეებია რა ფაქტობრივად ბოლოს დღეები მოვდივარ და ჩავედით აღარ არის სოფელი იცლება რა ხუჭო შეიძლება რომ ყველა მიფრინდა და ვერ გავაკეთეთ გუნდა ამ თამაშების პერიოდში ხო გალიაში ვართ რა ესეთკაშია შეულებრივი შემოღობილია სტადიონი ყოველთვის იყვნენ ესე წყნარი ახალგაზრდა ბიჭები რა ფეხშველები ერთნაირი ფორმայի ვალანტიორები რომლებიც იქ ალაგებდნენ ამ რაღაცა დააგდა ეს ვალანტიორები ალაგებდნენ მაგრამ ძალიან ისეთი იყვნენ ფეხშველები და ესე მოწყენილი და ფეხბურთი რო იწყებოდა გარშემო იყვნენ სულა ხა არ ვიცი ვინა მე ვალანტიორი ვარ დავუწყობ რა პროფესიის ხო და გავა ხა 7 ვართ არ 8 ვარ და 7-7-ზე გამოდა ერთი ყავს მუწყალაზე დამჭა ცალკე აი ყველაზე მაგრა თამაში მაგრამ მეუნე წადი მეთქი ხა მოძებნე მეთქი ისა ფეხბურთი მოგვიდა აგები ჯო აქ არ არიანო არა თამათ მოვიყვანო რა ხო და ფუტბოლი ზუსტად პირველ მერცხალში რო არის ბრიტანელებს რომ მიადგებია და როგორც კი მამან ფუტბოლ რაღაც ესე გადახედა აი ეს გადახედვა არ მომეწონა ხო და ეს ხომ მივეცი ერთი მყავდა ნორმალური დავიტოვე და დავჭიდა ბებრები რა ყველაზე ახალგაზრდა ტალახაძე მყავდა ეს მოწყალა მივეცით ესენი შემოლაგდა ფეხშველები რა თქმა უნდა აი ესეთი რაღაც ესე გააკეთეს რაღაც გაიწელენ და აი როგორ შენ არ გინახია ბურთი არ გვინახია რო ააგდეს თავით იმით რაღაცა თურმე ფლამენგოს გუნდი ახალგაზრდებში სოფლიო რაღაცა თასების ბლობელი პლიაჟის ფეხბურთის ჩემპიონები არის მაგრამ უდისციპლინურები დისკოთეკაზე დათრობენ დასშილები ყავთ ალაგებიდებენ ოლიმპიურ სოფელს ბოლოს აი ძალით წავიქეცე ტალახაძე დავარტყმე პენალტით ერთი მოგვიგეს მუცხალა კიდე ხამ დაუმარხე იქა მოედაზე შენ ხარი შენ კარებში მაინც გაგეყანა გოლი აი ეგეთი ისა და მე სურათი გადავი მაგ იმდეს ავამიგდო სადღაც ეს სურათი ვიღაცა ჩამიგდო აი რა არის იცი რომ ადამიანი არ უნდა შეაბიტო გითხარი რომ ეს შეხედე უყურებდით როგორც ესე რა აი ფაველებიდან რაღაც აუ ბიჭი მე არ ვიცი ხლა შეხა სურათი მაქვს ხა გვარები და ის არ ვიცი ვინ რა გაიზარდა მაგრამ აი დღესაც თუ თამაშობე წარმატებას იმიტომ რომ ისე მესიამოდა აი როცა აი ჩხუბიც რო აი კარგად აი ჩხუბი რო გია ხო აი ესე არის ეს ჩხუბობ ეხოლი აი ნაღდი როა რა ხო გიხარია რომ აი კაცურად რო წააგებ იმ ცრემსაც ფასი აქვს იმ სისსაც ფასი აქვს და იმ გოლის გატანასაც ფასი აქვს ისე მესიამონა რომ კიდახა ვიშვილე ისინი წამოვიყვანენ. აი ჩვენ გვესიამოვნათ დღევანდელი თქვენთან შეხვედრა. ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა. დარწმუნებულია მაყურებელსაც მოეწონება და ბატონი ზურავის ხათრით გამოიწეს ჩვენ სახსაც. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს მეგობრებს გურჯაანის ნაყინს და სუთი ფაუერს და პირველ რიგში კიდევ და კიდევ მადლობა თქვენ იმისათვის, თქვენ და თქვენ გუნდს, იმისათვის, რასაც
ქართველების გასახარებლად აკეთებთ. არ აკეთებთ ამათ მარტო სპორტსმენებისთვის, აკეთებთ ყველა ქართველისთვის, ვისაც საქართველოს უყვარს და ვისაც ქართველების გამარჯვება უყვარს. აი ნამდვილად იმდენად მიხარია, რომ აი დამოუკიდებელ დრო უშვებ ეხლა და თამაშა ტელევიზორში უყურე, ხო ყველა შეჯიბრზე ვეღარიბლი, მაგრამ თაობები ისე გაიზარდე, რომ აი რო ხარ და თუნდაც მქონდი ერთხელ რაღაცა იქ ცოტა ისე დააკრედო ტელეფონში შემეთქი ახლა მეორეჯერ იცი მოხდება და ეგრე არ გააკეთა ესე არის ეგეთი რაღაც და მიხარია რომ თავიანთ სახეს იმკვიდრებს ყველა ექიმი და მე წლები დამჭირდი ესე მარტივი არ არის მაგრამ დღეს მე მიხარია რომ ყველა გუნდს ყავს თავისი ექიმი და რეაბილიტოლოგი სამედიცინო პერსონალი რომელიც მართლა აკეთებენ ქვეყნის საქმეს. კი, ნამდვილად ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ესე იგი, ბადო მაყურებელს ვეთქვი რომ გაიგრილონ ეს ცხელი დღეები გურჯაანის ნაკინით, შეივსონ ენერგიით ამ ჩვენი სუთი ფაუერით და საღამო გაილამაზონ მამების დროს ყურებით. მაგაზე გაი რეცეპტი რა გაგინა. აბა დროებით. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ.